არსებობს ერთი ფუნდამენტური კანონი, სამყაროს საიდუმლო მექანიზმი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ყოფიერება სამუდამოდ შეცვალოს. ეს არის სარკის პრინციპი. ეს დიდი ტრანსფორმაცია არ საჭიროებს რაიმე რთულ ტექნიკას, სტრატეგიას ან დაუყოვნებელ ფიზიკურ ქმედებას. ეს პრინციპი ეხება არა იმას თუ რას აკეთებთ, არამედ იმას თუ ვინ გსურთ გახდეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნება ფინანსური თავისუფლება და მილიონერობაა. ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ჯერ შინაგანად უნდა იქცეთ მილიონერად, სანამ ეს რეალობა გარეთ მატერიალიზდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაემსგავსებით ადამიანს, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე უშედეგოდ ხდება და გონია, რომ პრობლემა გარემოებებშია. სარკის პირველი გაკვეთილი მარტივი და დაუნდობელია. თუ არ შეიცვლები შინაგანად, გარეთ არაფერი შეიცვლება. ეს არის სამყაროს ურყევი არსი. თუ ამ პრინციპს დაეუფლებით, ყველაფერი, რასაც შეეხებით, ოქროდ იქცევა. თუმცა, ამისთვის საკუთარ დემონებთან პირისპირ შეხვედრა მოგიწევთ. იმ ანარეკლთან, რომელიც შესაძლოა სულაც არ მოგეწონოთ. თუ მზად ხართ ამ რადიკალური ცვლილებისთვის, ეს გზა თქვენთვისაა. რეალობა არის გიგანტური სარკე, რომელიც ასახავს თქვენს ურთიერთობას საკუთარ თავთან და სამყაროსთან. როდესაც ვამბობ შინაგანი სამყარო, ვგულისხმობ თქვენს ღრმა რწმენებს. თუ გჯერათ, რომ ფულის შოვნა თქვენი ხვედრი არ არის, ან ამისთვის საკმარისი ნიჭი არ გაქვთ, რეალობის სარკე უბრალოდ გეტყვით, მართალი ხარ, იყოს ასე. ის მოგაწვდით ათასობით მტკიცებულებას, თუ რატომ ხართ უიღბლო და შეგისრულებთ იმ ჰიპოთეზას, რომელსაც თავადვე აცხადებთ. დაიმახსოვრეთ, გარე სამყარო მხოლოდ ანარეკლია, ხატი კი თქვენს შიგნით იქმნება. დღეს ადამიანები ტექნოლოგიების, სოციალური მედიისა და ყოველდღიური ქაოსის ოკეანეში იხრჭობიან. ჩვენ დავკარგეთ კავშირი იმ შინაგან სიბრძნისთან, რომელიც ოდესღაც ჩვენი მეგზური იყო. მოდით განვიხილოთ 4 საკვანძო გასაღები, რომლებიც დაგეხმარებათ რეალობის თქვენი სურვილისამებრ ფორმირებაში. პირველი გასაღები. შინაგანი ხატის ტრანსფორმაცია. სარკის პრინციპი ორ რამეს ასახავს. როგორ ხედავთ საკუთარ თავს და როგორ ხედავთ სამყაროს. თუ სარკეში იყურებით და ფიქრობთ, რომ არ ხართ საკმარისად კარგი, სამყარო დაგიდასტურებთ ამას ყოველ ნაბიჯზე. სარკე გავს ერთგულ მეგობარს, რომელიც ყოველთვის მზადაა თქვენი რწმენების ვალიდურობა დაამტკიცოს. ნაცვლად იმისა, რომ სარკეში არსებული გამოსახულება ძალით შეცვალოთ, რაც შეუძლებელია, თქვენ უნდა შეცვალოთ ის ხატი, რომელიც სარკის წინ დგას. ეს გავს ვინმეზე გავლენის მოხდენას. თუ ადამიანს პირდაპირ უბრძანებთ, ეს არ გააკეთო, ის სავარაუდოდ პირიქით მოიქცევა. მაგრამ თუ მას შთააგონებთ, აჩვენებთ პერსპექტივას და აუხსნით შედეგებს, ის თავად აირჩევს თქვენს გზას. ჩვენი მიზანია რეალობაზე არაპირდაპირი გზით, შინაგანი იდენტობის შეცვლით ვიმოქმედოთ. როგორ შევცვალოთ ეს? შექმენით თქვენი ახალი იდენტობა. განსაზღვრეთ, ვინ გსურთ იყოთ 10 წლის შემდეგ. რას აკეთებთ ყოველდღე? რა თვისებები გაქვთ? როგორია თქვენი მსოფლმხედველობა? შექმენით ძლიერი აფირმაციები. მაგალითად, მე ვარ ღირსეული, მე ვარ სიმრავლისა და სიუხვის მაგნიტი, რადგან ჩემში ალქიმიკოსის მაგიური ძალა ბინადრობს. ყველაფერი ხდება სწორ დროს, ღვთიური გეგმის მიხედვით. ამ სიტყვების ყოველდღიური გათავისება თქვენს თვალწინ შეცვლის სამყაროს აღქმას. პატივი ეცით თქვენს დროს, იყავით მომთმენნი და ნუ მისცემთ შიშს უფლებას, ამაღლებულ მიზნამდე მიმავალ გზაზე შეგაჩეროთ. მესამე გასაღები. აზრის შინაარსი და არა ბუნება. ეს არის ალბათ ყველაზე ღრმა გაგება.
სარკე არ ასახავს თქვენი ფიქრების ემოციურ ბუნებას. ის ასახავს მათ კონკრეტულ შინაარსს. თუ თქვენ მუდმივად წუწუნებთ, მძულს ჩემი სამსახური, მძულს ჩემი უფროსი, მძულს გადასახადები, სარკე არ აღიქვამს სიძულვილს როგორც ემოციას. ის ხედავს ობიექტებს: სამსახური, უფროსი, გადასახადები. შედეგად თქვენ იღებთ უფრო მეტ გადასახადს და უფრო მეტ მიზეზს სამსახურის შესაძლებლად. ეს არის განსხვავება სიმწირის და სიუხვის მენტალიტეტს შორის. გამოსავალი მარტივია. ფოკუსირდით იმაზე, რაც უკვე გააქვთ და რაც გსურთ. მადლიერებით შეხედეთ თქვენს ოჯახს, თქვენს პროგრესს. როდესაც ფოკუსს სასურველზე გადაიტანთ, უფსკრული თქვენს დღევანდელ ყოფასა და ოცნებას შორის ნელ-ნელა ამოივსება. მეოთხე გასაღები. სარკის ციკლის მართვა. ეს გასაღები ყველაფერს თავდაყირა აღენებს. ადამიანების უმეტესობა მარიონეტის ციკლში ცხოვრობს. ისინი ჯერ აკვირდებიან რეალობას, ხედავენ ვალებს, პრობლემებს, შემდეგ ქმნიან ამაზე დაფუძნებულ შინაგან ხატს, შიშს, უიმედობას და სარკე კვლავ ამავე რეალობას აირეკლავს. ეს არის ნარკოტიკული ხაფანგი. ისინი ცვლიან ტაქტიკას, ბიზნეს სტრატეგიებს, პარტნიორებს, მაგრამ შინაგანი იდენტობა უცვლელი რჩება და ციკლი მეორდება. ნამდვილი შემოქმედი ამ ციკლს აბრუნებს. ჩვენ ზურგს ვაქცევთ დღევანდელ ანარეკლს, რადგან ვიცით, რომ ის მხოლოდ ჩვენი წარსული შეცდომების ექოა. ჩვენ ვიწყებთ ხატით. ჩვენ ვამბობთ, აი ეს არის ის, რაც მე ვარ და რაც მე მაქვს. სარკეს სხვა გზა არ აქვს. ის იწყებს ამ ხატის არეკლას. თავიდან მცირე დოზებით. ჩვენი ამოცანაა ნაცვლად უბრალო დაკვირვებისა, მოვახდინოთ დადასტურება. ეძებეთ მცირე ნიშნები იმისა, რომ თქვენი ახალი სამყარო შენდება. ვიღაცამ გაგიღიმა? თქვენმა ბიზნესმა მცირე მოგება მოიტანა? დაადასტურეთ ეს. მაშინაც კი თუ გარშემო ყველაფერი ინგრევა, თქვენი მზერა მიპყრობილი უნდა იყოს მხოლოდ იმ ნამცეცებზე, რომლებიც თქვენს ახალ იდენტობას შეესაბამება. ეს პრინციპები არ არის მხოლოდ ლამაზი თეორია. ეს არის რეალობა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოვცადე. თავიდან მეც სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა. რეალობის სარკეში ჩახედნისას ჩვენ აღმოვაჩენთ შინაგან ძალას, რომელსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ. ჩვენ ვართ ალქიმიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ ტყვია ოქროდ აქციონ. სიმწირე სიუხვეთ, ხოლო შიში თავისუფლებად. სარკის ციკლს არ აქვს საზღვრები. ის მხოლოდ იმას გიბრუნებთ, რასაც თავად სთავაზობთ. ჩვენი მოგზაურობა ამ სამყაროში არის საკუთარი თავის შეცნობისა და შემოქმედების ზეიმი. იმედი მაქვს, ეს ცოდნა იქნება ის ჩირაღდანი, რომელიც თქვენს გზას გაანათებს და დაგეხმარებათ ააშენოთ თქვენი ოცნებების რეალობა. მადლობა, რომ ჩემთან ერთად გაიარეთ ეს გზა. თუ ეს სიტყვები თქვენს სულს შეეხო, გაუზიარეთ ისინი სხვებსაც. არ დაგავიწყდეთ თქვენი ფიქრებისა და გამოცდილების გაზიარება კომენტარებში. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და შეხვედრამდე.